მზათა ხართ? ძალიან კარგი. მაშასე ჩვენი პირველი მონაწილეა გიორგი როსტიაშვილი. მოგესალმებით ბატონო გიორგი. როგორ ხარივით შემოგრიალდით? რა მოგვიტანე? რა ხუმრობები გაქვთ? ძირითადად ბიატლონის ხუმრობები მაქვს. და ვეცდები რომ გაგაცინოთ თქვენს და ჟიურიც და აყურებელიც. არა, ისეთი შემართები შემოვიდა. რა თქმა უნდა, მე გითხარით და დავაანონსე. ძალიან ნიჭიერი ხალხი მოვიდა. ამიტომ ზადიყავი. შეავსებდით ანკეტას თქვენ? კი, შევავსე. ისე შემოგრიალდით აქ? კი, შევავსე. აბა, დაგვაცადით. სულ საყვედურობს ხოლმე მე მონტაჟე ჩვენი. დიახ. რო ის რო კითხულობ ხოლმე ეს დაანაგაკო წინა. დიახ. და გეფარებაო შენს ლამას სახეს მალავსო და მე ასე წავიკითხავ ხო შეიძლება? სიამოვნები. ხო. ესე იგი ახლა უწერია ამას რომელი გადაგარჩენდაო. დიახ. კი ვერ ხედავ კარგად მოიცა ხო? ახლა გამოჩნდა. ხო და რომელიო და სამივე ჯიგარიაო. ყობაცო ჩანიკაც და ბარათელიცო ჯიგრები არიან სამივეო და ყველანი ძალიან მიყვარსო ასე უწერია. აი ხო კარგად ხო არ დაიმალა სახეც გამოჩნდა წავიკითხე. ეგ ხო არ გჯერავთ ხარ არის რომ ესე იყო. შენ საყვარელი ანდაზა. თუნდაც შენი მოგონილი. რასაც დაასთეს მოიმკიო. მაგრამ არ თესავ და მაინც ვიმკიო. ეს რაღაცა აქ მონკის იმედი. ცხოვრება საათივით აქ აწყობილი ციკ-ციკ. შეიძლება ითქვა. რა თქმა უნდა. არა და არა და გაზაფხული. რაში გახაზიო მოგებულ ფულს. ჯერ არ ვიციო და იქნება მაინც გვითხრა. გააჩნია რამდენს მოიგებს. ძალიან კარგი. მოკლედ ჩემო გიორგი. მე მინდა გითხრათო თქვენ კი იყავით ჩვენთან, მაგრამ მაინც თუ არსებობს დედამიწის ზურგზე ისეთი ადამიანი, რომ ეს გადაცემა არ უნახავს და ახლა შემოგვიერთდა, მე მხოლოდ იმ ერთი ადამიანისთვის მაინც უნდა ახსნა წესები. სულ გაგვთ 5 წუთი, ეს 5 წუთი არის დანაწევრებული თითოეულ წუთად. პირველ წუთში თუ გააცინებთ ჩვენ საყვარელ ჟიურის მოიგებთ 50 ლარს, მეორე წუთში 100, მესამეში 200, მეოთხეში 400 და მეხუთეში 1000 ლარს. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეწყვიტოთ თამაში, თუ რაიმე კონკრეტულ თანხას მოიგებთ და კიდე გვაქვს ერთი ძალიან კარგი და საინტერესო თამაში, მოდი ასე ვთქვათ, ზარდახშების თამაში ვეძახით ჩვენ ამას, ეს არის ჩემი პრეროგატივა, თუ კარგად ითამაშოთ 400 ლარამდე და მე მომეწონება ის რომ თქვენ კარგად ითამაშეთ და გადაწყვეტთ იმას რომ 1000 ლარამდე ითამაშოთ და ჟიური არ გაგიცინებთ, მე შემიძლია გამოვიყენო ეს ზარდახშები, რომელშიც დევს ერთში 200 ლარი, მეორეში კი არაფერი. თუ გამოიცნობთ რასაც გამოიცნობთ ის იქნება თქვენი. 200 ლარს გამოიცნობთ, 200 ლარი იქნება, არაფერს გამოიცნობთ, არაფერი იქნება თქვენი. გიორგი, დავიწყოთ? დავიწყოთ. შესავალი ხوارგნება. ანა. ძალიან კარგი. მოემზადო ჟიური. თამაშობს გიორგი როსტიაშვილი. ჯერჯერობით 50 ლარზე 1, 2 და 3. ბატონო კობა, შეფ მზარეულ შეუძლია ნაჭამთებში გიმკითხაოს. თუ სპორტი ჯანმრთელობა, რატომ არავის უნახავს მორბენალი ექიმი? გლობალური დათბობა განსაკუთრებით შესამჩნევი მაშინაა, როცა გათბობის გადასახადი მოდის. ზოგადად დიეტები იწყება ხვალიდან და მთავრდება სანამ არ იტყვი ეს ერთი ნაჭერი რას მიზავს რა. გილოცავ გიორგი 50 ლარი თქვენია. კარგი იყო, მე კი არ გამეცინა ახლა უფრო სწორად გამახსენდა რაღაცა. რაღაცები? გონი მეც გამიკეთებია მსგავსი რაღაც. კარგია მე. ზოდის ხვალიდან გითქვამს თუ ორშაბათიდან? ყველაფერი მithქვამს რაც დიეტის დღეს ყველაფერი ორშაბათიდან იწყება. დღეს მოვიფიქრე. მაგრამ არ იწყება. ახალი რაღაცა. კიდე ერთი და ორშაბათიდან რომ მე პირადად თოვლის ბაბუის არსებობის უფრო მწამს, ვიდრე დიეტის გასახთომი ჩაების, ყავების და მე თოვლის ბაბუ არსებობს და დიეტა ეს არ ვიცი მე რა არის. რა თქმა უნდა არსებობს. აღნიშნა კიდევაც თოვლის ბაბუის რა გითხრათ, მაგრამ ჩვენმა გიორგიმ 50 ლარი მოიგო. მე ულოცავ გიორგის და რა თქმა უნდა მე ასე გუმანი მეუბნება რომ აგძელებ. კი. ძალიან კარგი. კარგი გუმანი მქონია მეც. წარმატება. მადლობა. დავიწყოთ? დავიწყოთ. თამაში არის 100 ლარზე 1, 2 და 3. ყოველთვის ჯობია საჭმელი ჭამო მადის გარეშე, ვიდრე მადა კონდეს საჭმლის გარეშე. დიღომში ისეთი ქარი იყო, ფენოვანი ხაჭაპურის ჭამა დავიწყე და იმერულის დავამთავრე. არა, მართლა ეგეთი ქარია. მართლა ეგეთი. კარგი იყო. 100 ლარი. გიორგი გილოცავ, ძალიან კარგად მიდიხარ. მე წარმატებებს გიშურებ და ისევე ჩემი საოცარი გუმანი მეუბნება მე მგონი აგზებ. კი, გავიგზავნა. ძალიან კარგი. მოემზადო ჟიური.
თამაში არის მოგეთ კაი ხუმრობა იყო. კი ბატონო 200 ლარზე. 1 აბა 2 და 3. ხელფასი ისე მალე მეხარჯება, მართლა წუთია წუთისოფელი. ტანის ისეთი ფიგურა მაქვს, რომელიღაც გეომეტრიულ ფიგურას უფრო გავს ვიდრე ტანს. ადვოკატები არასოდეს ისვენებენ, მათ ყოველთვის აქვთ რაღაც საქმე. 23 წლის თაზო დღეში 10 საათი ტაქსაობს, მაგრამ ცხოვრების გზის პონა ჯერ კიდევ ვერ შეძლო. ზოოფილს ფოტო მანამდე ვერ გადაუღეს, სანამ არ უთხრეს, რომ ჩიტი გამოფრინდებოდა. ასტრონომები და ასტროლოგები დაახლოებით ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ფსიქოლოგები და ფსიქიატრები. ამ ხელა განათებაც არაა საჭირო, ბოლო-ბოლო 3 ჟიურიდან 2 მელოტია. კარგი იყო! ბრავო! კარგი იყო! ესე იგი, უნდა გავიზარდოთ მე, გადავწყვეტეთ. რამდენი რეცადე რომ არ დამждარიყო. დიასაზეს ბუზი. ის ბუზი და მაინც აი რაზე გაგეცინა. რაზე რა იყო ამაში საზა იმაზე რატო არ გაგეცინა მე რაზეც ვაპირებდი რაზე მაგალითად ვარ გამე მაგალითად ჩიც რო იმაშვება ჩიცე შევიკავე კი აი მე მაგრამ უმეწოდა და მეთქი აი ავანსად მივეცი მეთქი ბოლოს სისულელეზეც გავიცინე იყო უკვე იმ თეი და მიწევთ მის გაზრდას კი ბატონო მორჩა 200 შემდეგ გადაცემაზე ხუჭუჭა ვიქნები მე ძალიან ხომ გამეცინა ჩემო საყვარელო ჟიური არა ხომრობ კაცო მეც გამეცინა მაგრამ გულის სიღრმეში ხო აბა ის არ არის და ჩემი ობიექტი ვისაც უნდა უჩქმიტა აი გადმოვიდა მადროვეთ გადაცემის საყვარდა სულ გავიცნობა ხოლმე რომ გადაცემა და შეგვახსენე რაღაცა წარმოვადი მოკლედ 200 ლარი მოიგო ამ ძალიან კარგმა კაცმა ძალიან კარგად მიდიხარ და ილოცავ ახლა ჩემი გუმანი გადავდოთ გვერდით არ გადადოთ არა ვაგრძელებ აგზე არა 200 ლარის ფულია თამაში არის 400 ლარზე 200 ლარი მე არ მეგონა თუ გაჩერდებოდა ასე მალე მაგრამ კარგი არა ეს არ გეგონა თქვენ მაგრამ აი ხო ხედავ მოემზადოთ საერთოდ არაპირებს გაჩერებას ჟიური მოემზადოთ თამაში არის 400 ლარზე 1 2 და 3 კაცები ბევრად დიდ სიკეთეებს აკეთებდნენ სანამ ქალები ღრმა დეკოლტეების ჩაცმას დაიწყებდნენ. ვეგანს ორგაზმზე არაფერი რეაქცია არ აქვს, რადგან არ ჯერა რომ ხორცის ნაჭერს ამ ხელა სიამოვნების მოტანა შეუძლია. ძალიან პუნქტუალური ადამიანი ცხოვრებაში შეცდომებს დროულად უშვებს. ფული უფულობის გარდა ნებისმიერ პრობლემას გადაგიჭრით. თუ გინდათ ვინმე ჭკვიანი ეგონათ თავი დელფინად მოაჩვენეთ. ძიუდოისტმა კამასუტრას თვალიერების დროს შენიშნა რომ 73 პოზიდან ძალიან მარტივია მტკივნეულზე გადასვლა. გოგოს რომელსაც პეპლის სტატუ ჰქონდა 15 კილო დაიკლო და პეპელა მატლად გადაიქცა. საინტერესო კარგი იყო ბრავო ბრავო თქვენ მოიგეთ 400 ლარი ძალიან კარგი ამბავია ეს ჩემო გიორგი ახლა უნდა შენი დატოვები როგორ გზნობს და ფანტასტიკურად ბატონო როგორ გზნობს თავს თქო როგორ ახლა კარგი მადლობა ძალიან კარგი 400 ლარია გიორგი თქვენზე ხო და ჩერდება 400 ლარზე გავჩერდება 400 ლარი ახლა ისეთი თანხაა რომ მე შევირგებ მოდი კეთილგანწყობას. თქვენგანაც ვალი მე მივესალმები ამ კეთილგან გაგვიხარდება თუ რამოდენიმე ისეთ ხორობას გეტყვი სადაც 1000 ლარზე აპირებდი რო გეთამაშათ ამბავი რო გეთამაშათ მანამდე 3 ხუმრობა გვითხრათ 3? კი 3 ოღონდ კარგი იყოს 2 არა იუმორისტმა სფინქსში ჯიშის კატა იყიდა და ფუმფულა დაარქვა. ზურა, შენ თუ შეგიმჩნევია რომ ყველა ანგელოს გრძელით მაქვს და ლამაზი როგორც ლალიკოს და ყველა ანგელოზი კიდე ისა ყველა შმაკი კიდე მელოტი არის. ვაი მე ვაი არ გავიცინე არ გაიცინებდნენ მაგას კიდევ კარგი შეწყვიტა დაკარგული 64 ხო არის ფილმი და გადაიღებდნენ დაკარგული 400 ლარი ხო აი მადლობა ძალიან დიდი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის გელოდებით თქვენ იჭიერი კაცი ბრძანდებით და ხშირად შემოგიყვანოთ დიდი მადლობა, კარგად იყავით. მადლობა საბოლოო ჯამში კარგი გადაცემა გამოვიდა, მინდოდა 1000 ლარზე თამაში, მაგრამ ხუმრობის სიმცირის გამო აღარ გავრისკე. თქვენს გირჩევთ, მობრძანდით, გააცინეთ და მოიგეთ.